4 რადიო იმედზე თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად მოგესალმებით დილამ შვიდობისა ბრუნდებით პირდაპირ ეთერში დღეს 25 თებერვალია 1921 წლის 25 თებერვალს თბილისის მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა და საქართველოს რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა ხუთკვირიანი ბრძოლისა და გმირული თავგანწირვის მიუხედავად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებმა ვერ შეძლეს დამოუკიდებლობის დაცვა. ამ ხუთკვირიანი ბრძოლაში მონაწილეობას იღებდა მარო მაყაშვილიც დღეს მარო მაყაშვილზე ვისაუბრებთ და ლევან ჯიქია ისტორიკოსი გვიერთდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო ლევან. მოგესალმებით რადიო მსმენელს. ბატონო ლევან, მოდით ძალიან მცირედ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მარო მაყაშვილის ბიოგრაფია. ის დაიბადა თბილისში, მამა კონსტანტინე მაყაშვილი იყო პოეტი, საქართველოს მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი და ამავდროულად თავმჯდომარე, დედა თამარ გაბაშვილი კი მწერალ ეკატერინე გაბაშვილის ასული და წითელი არმიის შემოჭრის დღეებში 19 წლის სტუდენტი, მოხალისედ წავიდა ფრონტზე. წითელ ჯვარში ჩაეწერა მოწყალების და შეუერთდა კოჭისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს. 19 თებერვალს ყუმბალის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა და შემორჩენილი არის მარო მაყაშვილის დღიურები. სწორედ ამ დღიურებზე ვისაუბრებთ დღეს შევეხებით დეტალურად. მოდით მოგვიყევით აი ამის შესახებ. დიახ, დღეს 25 თებერვალია საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თარიღი 104 წლის წინ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, საბჭოთა რუსეთის წითელი არმია შემოვიდა თბილისში, აფრიალდა წითელი დროშა, სწორედ ამ დღეს გაიგზავნა კრემლში ჩვენთვის აუცახსენებელი დეპეშა შემდეგი შინაარსით. საქართველოს თავზე ფრიალებს წითელი დროშა გაუმართლეს საბჭოთა საქართველოს და მიუხედავად იმისა, რომ კიდევ გრძელდებოდა ბრძოლები საქართველოს რეგიონებში, ეს დღე 25 თებერვალი მიჩნეულია მაინც საქართველოს ოკუპაციის დღედ და ვიზე უნდა გვესაუბრა დღეს თუ არა საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლის სიმბოლოზე მარიამ იგივე მარო მაყაშვილზე, როგორც მას ფართო საზოგადოება იცნობს. თქვენ უკვე აღნიშნეთ, რომ შემორჩენილი არის მარო მაყაშვილის დღიურები, რომელიც ქართული ლიტერატურის მუზეუმმა გამოაქვეყნა და ამ დღიურების მეშვეობით ჩვენთვის ცნობილი ხდება მარო მაყაშვილის ფიქრების განცდების შესახებ, რაზე ოცნებობდა საერთოდ ეს პატარა გოგო, იცით თქვენ 19 წლის იყო, როდესაც ის დაიღუპა. მარო მაყაშვილი ოცნებობდა, რომ როგორც კი ის დაამთავრებდა საშუალო სასწავლებლს და ის სწავლობდა თბილისში ქალთა ქართულ გიმნაზიაში, სწავლა გაეგრძელებინა პარიზში, საფრანგეთში, სამეურნეო საქმე აინტერესებდა მას და აი ამ განხრით სურდა მას სწავლის გაგრძელება და ოცნებობდა, რომ საქართველოში იყიდიდა რომელიმე რეგიონში ან კახეთში, ან ზღვისპირა ზოლში სახლს და პატარა მიწას და იქ მეურნეობას მოაწყობდა. ის წერს დღიურებში, რომ თუ კი ჩვენი მშობლები ამას ვერ შეძლებენო, მე შევეცდები, რომ გარკვეული თანხა შევაგროვო და ამით ავისრულო ეს ოცნებაო. ასევე ის ოცნებობდა მოგზაურობაზე საზღვარგარეთ. საფრანგეთში, ინგლისში, იტალიაში, საბერძნეთში, ამერიკის კონტინენტზე, აფრიკის კონტინენტზე და დღეურებში წერს, რომ რა უნდა მოხდეს ჩვენ ცხოვრებაში ისეთი, რომ მე ეს სურვილი ვერ ავისრულო და ვიცი ჩვენ რამაც შეუშალა სამწუხაროდ ხელი მის ამ სურვილის აღსრულებას. როგორც კი მან სწავლა დაამთავრა გიმნაზია, როგორც კი დაამთავრა სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიბრძნეთყველების ფაკულტეტზე და სწორედ მეორე კურსზე იყო, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო, თუმცა მანამდე ის დღიურებში ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხს ეხება, როგორც არის თუნდაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წელს და ის საუბრობს 26 მაისის მნიშვნელობაზე, როგორც ასეთი და როგორ ზეიმობდა ქართველი ერი 26 მაისს თუნდაც 1919-1920 წლებში, როდესაც პარადი იმართებოდა თბილისში და თვითონაც ღებულობდა ის ამ პარადში მონაწილეობას და სიამაყე წერს თუ როგორ ფრიალებდა საქართველოს სამფეროვანი დროშა. ის ასევე საუბრობს იმაზე, რომ 1918 წლის 1 დეკემბერს ქართველმა ერმა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 6 თვე იზეიმა შეაჯამა ერთგვარად
განვლილი 6 თვე აქაც პარადი მოეწყო, ორატორები გამოდიოდნენ და თვითონაც აღფრთოვანებით წერს ამ ეპიზოდზე. ასევე თქვენ იცით, რომ 1918 წელს გერმანიის ჯარი შემოვიდა საქართველოში და ის ამ მოვლენით არ არის ნამდვილად აღფრთოვანებული, ის წერს, რომ ნუ თუ ერთი დამპყრობელი მეორემ ჩაანაცვლაო. ის გერმანულ ჯარისკაცებზე წერს, რომ ხიშტები ეკავათო ხელში და ისე უყურებდნენ ხალხს, თითქოს ხალხი შუაზე გაგლეჯას ლამობდნენ. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ გერმანიის ჯარის შემოსვლა საქართველოში ჩვენთვის რაიმე ზიანი არ მოუტანია, პირიქით გერმანელების დახმარებით საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი გამოწვევასთან გამკლავება მოახერხეთ იმ პერიოდში. შემდეგ გერმანიის ჯარმა დატოვა საქართველო და საქართველოში შემოვიდა ინგლისის ჯარი. მათ დაიკავეს აჭარა და ბათუმი და ფაქტობრივად აჭარა მოწყდა საქართველოს და ამაზე აღშფოთებით წერს, რომ ევროპელებმა კი ვაჩუქესო დამოუკიდებლობა, მაგრამ ეხლა ევროპისკენ მიმავალ გზას გვიკეტავენო ფაქტობრივად, იმიტომ რომ ბათუმი ჩვენი არ არისო, ფოთი და სოხუმის პორტები თუ კი ზამთარში იკეტებაო, ბათუმი არ იკეტება და სწორედ ბათუმის მეშვეობით შესაძლებელი ხდებაო პირთების ტრანსპორტება ევროპაში, მაგრამ ეხლა უკვე ჩვენ ბათუმი ხელთ არ გვაქვსო და ამიტომ ახალგაზრდება და მათ შორის იყო მარო მაყაშვილი საფრთხესო აქცია გამართეს დღევანდელი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის წინ, სადაც ისინი უნდობლობას უცხადებდნენ უცხო მისიებს და სკანდირებდნენ ბათუმი ჩვენია, ბათუმი უკან და ჩვენ ვიცით, რომ მოგვიანებით ბათუმი მართლაც დაუბრუნდა საქართველოს. ის ასე საუბრობს ერთ-ერთ სამწუხარო მოვლენაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1918 წლის დეკემბერში. მხედველობაში მაქვს სომხეთ საქართველოს ომი, სომხეთმა საქართველოს მაშინ ტერიტორიული პრეტენზიებიც აუქენა და ომის გამოცხადებლად სომხეთის ჯარი შემოისვა საქართველოს ტერიტორიაზე და ის აღშფოთებით წერს ამაზე. მისი ძმა შალვა სხვათა შორის მაშინ მოხალისეც ჩაეწერა და ომში იმყოფებოდა და ის უფალს თხოვს, რომ იქნებ მშვიდობით დაბრუნდეს ჩემი ძმაო და სხვათა შორის იმასაც აღნიშნავ, რომ აი მარო მაყაშვილი ყოველ ახალწელს ორ რამეს თხოვს უფალს. ერთი, მისი ოჯახი უმყოფინოს კარგად და მეორე საქართველოს კონდეს წარმატება. აი ეს ორი ოცნება აქვს ყოველ ახალწელს. ბატონო, მოდით აი მცირე ამონარიდი შეგვიძლია წავიკითხოთ მისი დღიურიდან. მამას წერს, საყვარელო მამა, მე ჯერჯერობით კარგად ვარ, სულ ერთი პოზიციისგან 112 ვერსზე ვართ, მეორისგან 5 თუ 7-ზე. მტერი ჯერ შორს არის, ძალიან სხებენ ჩვენები, ძალიან ნახვთოვანებულები არიან, ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია რამე ტკბილეული გამოაგზავნეთ. თავს დაუფრთხილდით, კოცნით ბევრს, ისი არცივა, მოკითხვა ყველა ჩვენებს, ნუ გეშინიათ, გავიმარჯვებთ სახელოვნად შენი მარო. მარო მაყაშვილი იყო პირველი მსხვერპლი ქალი, რომელიც დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაიღუპა და როგორც თქვენ აღნიშნეთ, ის პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დატოვეს აუდიტორიები უნივერსიტეტის და სტუდენტობა წავიდა თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობის ევროპული ღირებულებების დასაცავად. ჩვენ ვიცით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ივანე ჯავახიშვილმა მოუწოდა ახალგაზრდებს, სწორედ სამშობლოს დაცვისკენ და რა თქმა უნდა ამას ბევრი სტუდენტი გამოეხმაურა და მათ შორის იყო მარო მაყაშვილი და მამამისი კოტე მაყაშვილი წერს, რომ არანაირმა ხვეწნამ, არანაირმა მუდარამ არ გაჭრაო, მან თქვა, რომ მე იქ უნდა ვიყო, სადაც ჩვენი თანამემამულების სისხლი და წრემლი იღურებაო და სწორედ არ შეცვალა მან ეს გადაწყვეტილება და 17 თებერვალს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩაეწერა ის მოწყალების დად, ისინი მიაწერეს იუნკრებს და ტაბახმელაში იმყოფებოდნენ და სწორედ აქედან მან ორი წერილი გამოაგზავნა, მეტის გამოგზავნა მან ვერ შეძლო, ეს წერილები თარიღდება 17-18 თებერვლი და სწორედ აქ საუბრობს ამ წერილებში სწორედ იმაზე, რაც თქვენ უკვე აღნიშნეთ და სამწუხაროდ 19 თებერვლის საღამოს მოწინააღმდეგის მიერ ნასროლი ყუმბარის ნამსხვრევი მოხვდა მას ტეპაში და მან სული ადგილზე განუტევა და მარო მაყაშვილს წესი აუგო ქაშეთის ტაძარში დეკანოზმა კალისტრატე ცინცაძე მომავალმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა და როგორც თქვენ აღნიშნეთ, იუნკრებთან ერთად ის 23 თებერვალს დღის 12 საათზე დაკრძალეს სამხედრო ტაძრის ეზოში, დღევანდელი პარლამენტის ეზოში, მაგრამ სამწუხაროდ თქვენ იცით, რომ 1930 წელს ბოლშევიკებმა დაანგრიეს სამხედრო ტაძარი და მათ უნდათ საერთოდ კვალიც აეშალათ როგორც იუნკრების, ასევე მარო მაყაშვილის და მათ საფლავი
დაკარგულია დღეს, თუმცა ბოლშევიკებმა მიზნის მიღწევა მაინც საბოლოოდ ვერ შეძლეს, რადგან მარო მაყაშვილის სახელის წაშლა მათ ვერ შეძლეს. და მარო მაყაშვილი არის საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლის ერთ-ერთი სიმბოლო. დღეს ჩვენ ვიცით, რომ 2015 წელს მარო მაყაშვილს მიენიჭა ეროვნული გმირის წოდება და ის ამ წოდების მატარებელი ერთადერთი ქალი არის ამ დრომდე და ჩვენ ვიცით ასევე რომ ზაქარია ფალიაშვილის დაისის მთავარ პერსონაჟს სწორედ მარო მაყაშვილის სახელი ეწოდა. ჩვენთვის ასევე ცნობილი არის კოტე მაყაშვილის ლექსი, რომელიც მან თავის ქალიშვილს მიუძღვნა. ის ამ ლექსში ამბობს, რომელი გიჭიროთო, სამშობლო თუ შენო. და ის ამბობს ასეთ სიტყვებს, რომ თებერვალმა სამუდამოდ დამიზამთრა მაისიო, მის შემთხვევაში სამწუხაროდ ასე აღმოჩნდა, რადგანაც ის ვერ მოესწრო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1927 წელს დაიღუპა, ის გარდაიცვალა, მაგრამ საბედნიეროდ ქართველი ერისთვის 26 მაისმა კვლავ შეიძინა თავისი მნიშვნელობა და ჩვენ კლავინდებურად ვზეიმობთ 26 მაისს როგორც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ხომ არ შეგვიძლია დავამატოთ კიდევ რაიმე იმდროინდელი პრესის გამოხმაურება ინახება ხო აი ეს ფურცლები, ეს გამოცემები საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს საცავებში. დიახ, გამოხმაურებებიც არის იმ პერიოდის ომის ქრონიკები აღწერილი არის და სხვათა შორის მაროს დაღუპვაზეც არის საუბარი, მაგრამ სვენელისთვის საინტერესო იქნება ალბათ ერთ რაღაც დავამატო, რომ მარო მაყაშვილი იყო პერსპექტიული მწერალი. ის კარგად წერდა, მამამისის აღტოვანებული იყო მისი და სკოლაში როდესაც სწავლობდა თავისუფალ თემებს რო წერდა, მისი წერილი არის შემორჩენილი შვილისადმი, სადაც ის ამბობს, რომ მომეწონაო შენი მოთხრობა უსხებსა წავაკითხე და აღტოვანებულები დარჩნედო და თუ შენ ასე გააგრძელებო, შენგან კარგი წერალი დადგებაო. და ერთხელ სკოლაში მან თავისუფალი თემა დაწერა, თავისუფალი საქართველოს, თავისუფალი ქართველი ქალი და საყოველთაო აღტოვნება გამოიწვია მისმა ამ თავისუფალმა თემამ და უჩიეს მას, რომ ეს დაებეჭდა და გამოექვეყნებინა, თუმცა სამწუხაროდ მან ეს ვერ შეძლო და თვითონაც ინგლისურს და გერმანულს სწავლობდა და უნდოდა რომ ინგლისური და ფრანგული ლიტერატურა კარგად შეესწავლა, ეთარგმნა ქართულად და ამით გადაედგა პირველი ნაბიჯები ქართულ მწერლობაში, თუმცა სამწუხაროდ მან ამ მიზნის მიღწევა, როგორც ვიცით, გარკვეული მიზეზის გამო, იმის გამო რომ ის დაიღუპა 19 თებერვალს ვერ შეძლო. ასე რომ მის სახით დიდი მწერალი დაკარგა ალბათ ქართველმა ერმა, თუმცა საბედნიეროდ მისი სახით ქართველ ერს ყავს სამშობლოსათვის თავდადებული ქალი, რომლის დღიურები იცით თქვენ ანა ფრანკის დღიურებსაც შეადარეს. და ის არის თავისუფლებისათვის და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლო. დიახ, ნამდვილად ის არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გეყვარდეს შენი სამშობლო და შენი ქალაქი და სხვათა შორის. მას ძალიან უყვარდა თბილისი და როგორც კი თბილისს ტოვებდა 2-3 დღის მერე ენატრებოდა და ამბობდა, რომ აი როგორც კი შობელს ტოვებო, აი ესეთი განცდა მაქვს, როდესაც თბილისს ტოვებოდა, ამიტომ სიმბოლურია, რომ სწორედ თბილისის დაცვისათვის ბრძოლაში დაიღუპა მარო მაყაშვილი. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ლევან საინტერესო საუბრისთვის. შეგახსენებთ, რომ პირდაპირ ეთერში გვერდთვებოდა ლევან ჯიქია, ისტორიკოსი. ეს არის თბილის არხი, რადიო იმედზე. თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად.